მოგესალმებით, მე მარიამი ვარ ჯამდელიანი, ეს წიგნის კლუბის ათინისმოა, სადაც ყოველკვირა ვიკრიბებით და ვსაუბრობთ წიგნებზე, ვურჩევთ ერთმანეთს საინტერესო თავგადასავლებს და დღეს ჩემი სტუმარია ბატონი დემე, რომელთან ერთადაც კითხვა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ერთი სიამოვნებაა. ამ ვიდეოს ჩაწერა გუშინ გვინდოდა, მაგრამ იმ ხელა გამოგვივიდა და ისე გაგვიგრძელდა საუბარი, რომ გადავწყვიტეთ, რომ ახლიდან ჩაგვეწერა. დემე, ძალიან დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ გვესტუმრე და რომელი წიგნი შეარჩიე სასაუბროთ. მე შევარჩიე წიგნის სახელად ჩვენი საოცარი რეკორდი. ჩვენი საოცარი რეკორდი. დაწერა ჯენი პირსონმა. წიგნი არის ჩემი აზრით გასაოცარი, ძალიან მომეწონა და კითხვის დროსაც ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს გადავაწყდი და თავები არის დაყოფილი რეკორდებად, ანუ ყველა თავს აწერია ახალი რეკორდი. გავგე ძალიან ბევრი რეკორდი და საინტერესო სიუჟეტია. როდესაც ვკითხულობდით, არაერთ ამბავს ვეცნობოდით. ვერც წარმოგვედგინა თუ ამდენი რეკორდი არსებობდა. ხო? ისეთი საინტერესო და ზოგი სასაცილო რეკორდიც კი დაუყარებიათ თურმე სოფლიოში. სანამ გავაგრძელებთ სიუჟეტზე საუბარს, დემე ვიტყვი, რომ წიგნი არის გამოსცა გამომცემლობა სულაკაურმა, აირჩიეს სიკეთის საოცრების სერიის ერთ-ერთი ნაწილია. ჯენი პირსონის ჩვენი საოცარი რეკორდი. რატომ შეარჩიე დემე ეს წიგნი და საერთოდ რაზეა? ეს გვიამბობს? ამ წიგნს ყავს მთავარი პერსონაჟი, სახელად ლუსი, რომელსაც ძალიან კარგად გამოსდის ნივთების შეკეთება და ზოგადად ყველაფრის შეკეთება. და მას ყავს დედა დეპრესიაში, ანუ დედას დასდევს შავი ძაღლი, რომელიც ბრიტანულად ნიშნავს დეპრესიას, ანუ დედა დეპრესიაში არის და ლუსი ცდილობს რეკორდის დამყარებით გაიცნოს ერთი პიროვნება, რომელიც დაეხმარება დედის გამოკეთებაში. ხო, ლუსი ცდილობს რაღაცა სასწაული ჩაიდინოს იმისთვის, რომ დედა უკეთ გახდეს. ხო? ყველაფერს აკეთებს, რათა დედას სახეზე კვლავ დაუბრუნდეს ღიმილი. მაგრამ ლუსი ვერ შეძლებს მიზნის მიღწევას მარტო. ამას ის იაზრებს. ვინ ეხმარება ლუსის განსაკუთრებულად, ვინ უდგას გვერდში? სანდეში არის ლუსის მეგობარი, რომელიც მთელი წიგნის განმავლობაში გვერდში ედგა, ყველაფერში ეხმარებოდა და ბოლოს ლუსიმ კი არა სანდეშმა გამოიჩინა თავი და ჩემი აზრით სანდეშის დამსახურება დედას რაც მოუვიდა ბოლოში. ანუ დედა როგორც გამოკეთდა? ხო. რაღაც მე მგონია რომ მაინც ლუსის ძალიან დიდი მონდომება და დიდი დამსახურება, ოღონდ ჩვენ ხვდებით რომ მეგობრების თანადგომის გარეშე ბევრ საქმეს უბრალოდ ვერ შევძლებთ. არ გამოგვივა. ამას ლუსიც უნდა მიხვდეს. თავდაპირველად იაზრებს თუ არა ლუსი ამ ამბავს? ვერა, მაგრამ სადღაც წიგნის ასე ვთქვათ შუაგულში სანდეში და ლუსი არიან სარდაფში და ლაპარაკობენ თუ რა რეკორდი დამყარონ და ეძებენ რეკორდებს. სანდეშს კი ძალიან უყვარს მუსიკა, მისი მშობლებიც მუსიკოსები არიან, ხო? მუსიკოსები არიან, მაგრამ ისინი უკრავენ კლასიკურ მუსიკას. ხო, სანდერს არ უყვარს იმდენად კლასიკური მუსიკა, რამდენადაც უყვარს ჩვეულებრივი თავისუფალი მუსიკა. როგორი ადამიანია სანდეში? თავდაჯერებული ადამიანია? სწამს თუ არა საკუთარი შესაძლებლობების? ზოგ მომენტში არა, მაგრამ ერთ მომენტში ლუსი შესთავაზა, რომ ჩემი აზრით ლუსი სწორი რჩევები მისცა, ხო? ლუსის. და რა შესთავაზა? სანდეშმა შესთავაზა ლუსის, რომ პიანინოზე ძალიან კარგად გამოსდის და ყრა ეს ამას წიგნშიც გაიგებთ და შესთავაზა რომ პიანინოზე დაკვრით ხომ არ დავამყაროთ რეკორდიო. ლუსიმ კიდე უთხრა რომ კარგი რა, ძალიან მოსაწყენი არის და ხო. და როგორც კი იტყვის ამ სიტყვას, მაშინვე რას იაზრებს ლუსი? რომ კარგი მეგობარი არ არის და ადამიანი რომელიც სულ გვერდში უდგას და სულ ეხმარება, მას თითქოს გული ატკინა, ხო? თავისი რაღაცა ზედაპირული დამოკიდებულებით. მე მგონია რომ აქ ყავს მოკლედ ორი მოზარდი, 10 წლისანი არიან, 10-11 წლის მოზარდები არიან კლასელები. მეგობრები
და სანდეში არის ბიჭუნა, რომელსაც უპირობოდ სჯერა ლუსის შესაძლებლობების. მიუხედავად იმისა, რომ ლუსის მე მგონი ეჭვიებარება საკუთარ თავშიც და მეგობრის უნარებშიც. მაგრამ მიუხედავად ამისა, მეგობარი რის მეგობარია, თუ მსგავს შეცდომებს არ აპატიებს საკუთარ საყვარელ ადამიანს. და სანდეში მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმება ლუსის, გვერდში უდგას ლუსის და ისინი მიზანს მიაღწევენ თუ არა, როდესაც წიგნს წაიკითხავთ, აუცილებლად გაიგებთ. ვინ არის დეიდა შილა? ყავს ერთი ძალიან საინტერესო პერსონაჟი, დეიდა შილა, რომელიც აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას. ვინ არის დეიდა შილა? დეიდა შილა მოკლედ რო გუთხრათ ბავშვებს. არც დეიდა. არც ნამდვილი დეიდა. ანუ ნამდვილი ნათესავიც არ არის. დეიდა შილა არის ლუსის დედის ბავშვობის საუკეთესო მეგობარი, ერთად გაიზარდნენ. ითვლება დეიდად როგორც რატომ? იმიტომ რომ როდესაც დეიდა შილამ გაიგო, რომ ლუსის დედას შავი ძაღლი დასდევდა, მაშინვე წაიყვანა ლუსი თავის სახლში, რომ ლუსის არ ენერვიულა. დედას როცა ხედავ ისეთ მდგომარეობაში, როცა დეპრესიაში არის და ხიმილი აღარ აქვს სახეზე, ცოტა რთულია ბავშვისთვის, რომ შეეგუოს ეგეთ ამბავს. და როგორც კი გაიგო, წამოიყვანა თავის სახლში, სადაც ძალიან ერთობა და ჩემი აზრით დეიდა შილა ძალიან დაეხმარა ამით, იმიტომ რომ მის სახლში რო დაეტოვებინა, ალბათ გაუჭირდებოდა ძალიან ლუსის გამკლავებოდა თავის პრობლემას, ხო? მე მგონი ლუსის ძალიან გაუმართლა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდ პრობლემას ეჭიდება. რითი გაუმართლა და სწორედ აი ამ მეგობრებით, ხო? რატომ ურჩევ ამ წიგნს შენს თანატოლებს? ამ წიგნს ჩემს თანატოლებს იმიტომ ურჩევ, რომ გაიგონ თუ რატომ უნდა დაუდგე მეგობარს გვერდში, და როგორ უნდა დაუდგე მეგობარს გვერდში? რითი უნდა დაეხმარო, როცა რამე გაუჭირდება, რატომ უნდა დაეხმარო და როგორი მნიშვნელოვანი არის საერთოდ ადამიანისთვის, როდესაც მეგობარი ან ოჯახის წევრი ან თუნდაც ვინმე რომელსაც არ იცნობ და ახალი გაცნობილი ყავს, გვერდში გიდგას. სწორედ სანდეში არის ესეთი, ლუსი მოდესაც თავიდან გაიცნო, თითქმის არაფერი არ იცოდა, რადგან თავიდანვე დაიწყეს რეკორდების წერნა, მაგრამ სანდეში სულ გვერდში ედგა. მადლობა დენი, ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ყველა ბავშვს დაინტერესებს, თანაც საკმაოდ მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ეხება სევდიან თემას და არც თუ პატარა ამბავია და ისეთ პრობლემურ საკითხს განიხილავს მწერალი, ისე იუმორით მოაქვს მკითხველამდე და ის იმდენად ხალისიანად იცვლება მოვლენები ტექსტში, რომ ვერ მოიწევთ მისი კითხვისას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უნდა წაიკითხოთ მოზარდებმა, რომ გაიგოთ რა არის ნამდვილი მეგობრობა, როგორ უნდა დაუდგეთ ოჯახის წევრებს გვერდში და როგორ გვეხმარება პრობლემის დაძლევაში კარგი იუმორი. გისურვებთ, რომ იმოგზაუროთ საინტერესო თავგადასავალში და ეს ჩვენი საოცარი რეკორდი ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ ამ წიგნში. ძალიან დიდი მადლობა დემე. უღრმესი მადლობა. დროებით.